4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები გაიმართა. საერთაშორისო კონფერენცია ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები მესამედ იმართება და სხვადასხვა მეორედ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რამდენადაც 21 საუკუნე ეს არის ტექნოლოგიების საუკუნე და დიდი გამოწვევის წინაშე დგას ქართული ენა. სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება თუ ქართული ენა არ იქნა ადაპტირებული იმ პროცესებთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს. 21 საუკუნეში გამოიკვეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი ეროვნული ენებისა და კულტურის შინარჩუნებისა და განვითარების საქმეში. ბუნებრივ ენათა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ენობრივ მონაცემთა დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამიტომაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვა, ტექსტური კორპუსების, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენის ელექტრონული სწავლებისა და სათარგმნი პროგრამების შექმნა. კონფერენციის მიზანია ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების წარმოდგენა, შედეგების შეჯამება, სამომავლო ამოცანების დასმა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. კონფერენცია 5 სექტემბერს დაიხურება. ეროვნული ბიბლიოთეკა მას მოგწევს ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, რომელიც ძილად ეხება თვითონ ბიბლიოთეკის ცხოვრებასაც, რადგანაც ქართული ენა არის ის მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომელზეც დგას ეროვნული ბიბლიოთეკა, მასში განთავსებული წიგნები და თანამედროვე ტექნოლოგიები არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით, შესაბამისად ბიბლიოთეკა ამ წუთასაც დგას მსგავსი პრობლემების წინაშე, გულისხმობ wine readers და სხვა მსგავს ტექნოლოგიურ ციფრულ ტექნოლოგიურ მატარებლებს, გადაცვლაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა, შესაბამისად მსგავს კონფერენციაში წარმოქმნილი პრობლემები და გადაწყვეტის გზები წარდგება მათ შორის ბიბლიოთეკასაც.